არაფერს არ აქვს აზრი. რა გულისხმობ? რა აზრი აქვს ცხოვრებას? ის სწავლის სკოლაში 12 წელი, მე უნივერსიტეტში 4. თუ გაგიმართლა იშოვეს სამსახური, რომელიც ბოლოს მაინც მოგვეზრდება და იმუშავეს სანამ პენსიაზე არ გავხვალ. ისთვის უნდა ვიწოლოთ, ბოლოს მაინც ყველანი გავქრებით. მე მგონია, რომ ეგ კარგია, რომ არაფერს აზრი არ აქვს. რატომ? აი გუშინ ტესტი დავწერე ძალიან ცუდად. მე ისტერეკებს ჩავარდი, მეგონა რომ მთელი სამყარო თავზე დამენგრა. მე წარმოვიდგინე, რამდენად უმნიშვნელო არის ჩემი პრობლემები მთელ სამყაროში. როგორი უმნიშვნელო მტრის ნაწილაკი ვარ ამ ხელა პლანეტებს და galaktikებს შორის. და მან გიშველა? ნაწილობრივ ცხოვრებას რო არ აქვს აზრი, ასე ხო შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონ მივანიჭოთ მნიშვნელობა იმას, რასაც გვინდა. ანუ უბრალოდ შეწყვეტე აზრისიება. მე რა მოხდა თუ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც შენ გქონდა დაგეგმილი. ტესტი ცუდად დაწერე, მე რა იხო სამყაროს დასასრული არ არის. არ იცი რა გინდა გამოხვიდე, როცა 18 წლის ხარ. მე რა მოხდა, თითქმის არავინ არ იცის. და შენ რას ანიჭება აზრს? გამოცდილებას. ყოველს ბოლო კი ერთია, მაგრამ გზავს, რომელიც უნდა გაიარო, რომ ბოლოში გახვიდე, შენ ირჩევ. ასე რომ ცადე რა პროფესიაც გინდა, ჩაიცვი რაც გინდა, გაბედე ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდი, რა გიშლის ხავს.